გამარჯობა. დილიდან სკროლავდი Facebook-ს და გადავაწყდი რაღაც ვიდეოს. და აღმოვაჩინე, რომ მაქვს ობსესიურ კომპულსური აშლილობა. არ ვიცი სწორად ვამბობ თუ არა. ოკა. ეხლა რატომ? ანუ ეს გვიხსნია, რომ თუ საპირფარეშოში აი ეს კიდია ესე, ანუ აი ესე და შენ გაქვს გაჭედვა იმაზე, რომ ეკიდოს პირიქით, ეს არის ერთ-ერთი ნიშანი და სადაც მინდოდა სტუმრადაც რომ მივიდე და აი ესე რომ ეკიდოს, ვხსნი და ვკიდებ ესე. ეს არის ერთ-ერთი ნიშანი. ანუ სოფლიო გაგიჟდა და ამ რაღაც მწიკებს და ავადებს უწოდებენ თუ მართლა ესეა. მეორე ნიშანი. თუ ქუჩაში სეირნობის დროს ფილებს ხო აქვს შუაში რაღაცნაირი გამოტოვებები, ეხლა ფოტოს დავდებ. თუ აი მხაზებს ფეხს არ ადგამ და გინდა რომ ზუსტად ფილაში შიგნით მოხდეს შენი ფეხი, ამ შემთხვევაშიც გაქვს ოკაო და ესეა. ამის გარდა თუ ითვლი, აი როდესაც ქუჩაში დავდივარ რა, ანუ თუ მოხდა ისე რომ კენტად დამთავრდა ჩემი სიარული, თქვა აი ფეხი გადავდგე 1 2 3 თუ დამთავრდა, მე-4 უნდა დავდგა ფეხი აუცილებლად. მეგონი მართლა ფსიქიატრის პაციენტი ვარ და არ ვიცოდი, ანუ ეხლა გავიგე. როდესაც შუქს ვაქრობ, ორი ჩამოსაჭად წევი აქვს და თუ მოხდა ისე რომ ერთი ათებული და მეორე არა, ერთხელ დავაჭირე ორჯერ და არ ჩაქრა და მესამე დავაჭირე, მე-4 მივხვდი რომ სანამ გავალუწებ, მანამ ეს ვაქრობ. და კიდევ ერთი ნიშანი არის ის, რომ როდესაც აი სახელიდან გამოდიხარ და ამოწმებ, აი ვთქვათ, უთო გამორთულია თუ არა, ანუ უთოს ესეც ატო, მაგრამ აი შუქი გამორთულია თუ არა, შევდივარ, ამოწმებ, კიდევ ხო შევამოწმებ, მაგრამ კიდევ უნდა შევდე, კიდევ უნდა შევამოწმო და გარდა ამისა, თუ რაღაცა ყუთი გაქვთ, აი რაღაც ვერფასეულობა რაღაცა თუ კიდევს, ვამოწმებთ, ხო დაკეტილია, გავხსნი, რომ დავწმოვე, რომ დაკეტილია. და მე ვკეტავ, მე კიდევ ხსნი, მე ხო და აქამდე არ ვიცოდი. თუ აი ნახეთ, როდესაც აი ფურცელი ხომ არის და მინდა რომ პატარ მოვხიო. ან ვიღაცა მოხია და მოხდა ისე რომ აი ეს პატარ ნაწილი მოიხა, შპიჭკუიდან გადავიდეს სანამ ეს ბოლომდე აჭანო, სწორად უნდა იყოს მოხეული. მაგიდაზე სწორად უნდა იდოს დანაც და ჩანგალიც თეფშიც, ან იდეალურად უნდა იყოს გადაფარებული. ხო და აქამდე მეგონა რომ წიკი მქონდა, მე რო გავიგე რომ ქალწული ვარ, მე მითხრას რომ ქალწულების ნიშანია და პრობლემა არ არისო და ეხლა გავიგრო საერთოდ რაღაც დაავადებაა და რა ხდება მამაო. ეხლა Google-ი კომწეს რომ ეს არის OCD და ეხლა გაიგეო ინგლისურად. ხო და ეხლა გავიგე.